მთავარი კონკურენტის მოშორებით ვინსის კომპანიის საფიქრალი არ დამთავრებულა. ახალი პრობლემა ველური ბუნების მსოფლიო ფონდი იყო. მაგრამ მაინც რა აქვთ გასაყოფი რესლინგის და ბუნების დაცვით ორგანიზაციას. საქმე იმაშია, რომ ორივე ერთსა და იმავე აბრევიატურას იყენებდა, რაც ხალხში გაუგებრობას იწვევდა. 1994 წელს მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც რესლინგის მსოფლიო ფედერაციას უნდა შეეწყვიტა WWF-ი აბრევიატურის გამოყენება საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ვინსის კომპანია მაინც აქტიურად იყენებდა ამ აბრევიატურას. 2002 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა დავა მოუგო ვინს მიკმენის ორგანიზაციას ლოგოს და სახელწოდების არასათანადო გამოყენებისთვის. ამავე წლის 6 მაისს ორგანიზაციას მოუწია შეეცვალა თავისი სახელი. ახალი სახელით კომპანიამ კიდევ უფრო გააფართოვა თავისი ბიზნეს მოდელი და აქცენტი გასართობ ინდუსტრიაზე გადაიტანა. ამასთან ერთად ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია, რომელიც მიანიშნებდა EFAS-ოს ჩანაცვლებას და ახალი ეპოქის დასაწყისს. WWE ოფიციალურად გაყო ბრენდი, რამაც რავი და SmackDown-ი ორ დამოუკიდებელ შოუთ გადააქცია. ორივე შოუს ყავდა თავისი ვარსკვლავები და საჩემპიონო ტიტულები. 2008 წლის იანვარში WWE-ში PG-ერა დაიწყო, რაც ნიშნავდა უფრო მკაცრ წესებს შოუებში. ნაკლებად სისხლიანი და უხამსი სეგმენტები. კომპანიამ გადაწყვიტა თავისი შოუები უფრო ოჯახური და ყველა ასაკისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ჯონ სინა გახდა კომპანიის მთავარი სახე და ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟი. 2011 წლის 27 ივნისის რავის ეპიზოდში CM Punk-ის ცნობილი Pipe Bomb-ის მონოლოგით, სადაც მან სცენარისგან დამოუკიდებლად პროტესტი გამოთქვა იმ დროინდელი კომპანიის კრეატიულობასა და ზოგადად ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე. შეგვიძლია სწორედ რეალითი ერას დასაწყისად მივიჩნიოთ. ამ პერიოდში ნაკლებად ხდებოდა დაწერილი სცენარებით შოუს მიმდინარეობა და აქცენტი უფრო რეალურობასა და ნატურალურობაზე კეთდებოდა. 2016 წელს დაიწყო ქალების რევოლუცია რესლინგში, რამაც უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ქალთა დივიზიაში. ქალები აღარ იყვნენ მხოლოდ გაფორმებისთვის გამოყენებული და მათ შეძლეს საინტერესო სიუჟეტების და ინტენსიური ბრძოლების შემოთავაზება. მეტიც 2019 წლის 7 აპრილს WrestleMania 35-ზე პირველად მთავარი ღონისძიების მონაწილეებიც გახდნენ. ეს ისტორიული მატჩი შედგა Becky Lynch-ის, Charlotte Flair-ისა და ყოფილი UFC-ის მებრძოლის Ronda Rousey-ის შორის, სადაც სასწორზე ორი შოუს ტიტული იყო. AEW-ს დაბადება. 2019 წელს Tony Khan-მა დააფუძნა ახალი რესლინგ კომპანია სახელწოდებით All Elite Wrestling. მისი მიზანი იყო WWE-ის რეალური ალტერნატივის შექმნა. ბევრი რესლერი ვერ ახერხებდა თავისი ნიჭის გამოვლენას, მათ სჭირდებოდათ ახალი სივრცე, სადაც შეძლებდნენ პოპულარობის მოპოვებას და თავის დამკვიდრებას. AEW კი სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა. ამასთანავე სხვა ორგანიზაციებში წარმატებულმა რესლერებმაც აქტიურად დაიწყეს გადმოსვლა. ასეთები იყვნენ მაგალითად Chris Jericho, რომელიც პირველი AEW-ს ჩემპიონი გახდა. New Japan Pro Wrestling-ის მსოფლიო ჩემპიონი Kenny Omega. WWE-ის ჩემპიონი Dean Ambrose, რომელიც John Moxley-ის სახელით იღებს მონაწილეობას ვინსის კომპანიაში, უკმაყოფილო იყო თავისი პერსონაჟის განვითარებით. Cody Rhodes კი საერთოდ AEW-ს შექმნაში და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 2019-2021 წლებში რესლინგის სამყარომ ახალი დაპირისპირება იხილა. 4 შაბათ ღამით გასულ AEW-ს მთავარ შოუს Dynamite-სა და WWE-ის მესამე შოუს NXT-ს შორის პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. Dynamite-მა პირველივე ეპიზოდზე 1,400,000 მაყურებელი მოაგროვა, როდესაც NXT-მ მხოლოდ 900,000 მაყურებლის მოგროვება შეძლო. AEW პირველობას 4 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. WWE-მ გადაწყვიტა NXT-ის ვარსკვლავის მონაწილეობა მიეღოთ მათი ორი მთავარი შოუს წინააღმდეგ. ამ ნაბიჯმა NXT-ის 2019 წლის ბოლოს ლიდერობა მოუტანა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 2020 წლის დასაწყისში Dynamite-მა დაიბრუნა რეიტინგის ლიდერობა საინტერესო დაპირისპირებებით.
ამას დაემატა AEW-ს მზადება ახალი pay-per-view-ისთვის სახელწოდებით AEW Revolution. კორონავირუსის გავრცელებამ რესლინგის სამყაროზე ციქონია გავლენა. როდესაც მსოფლიოს მთავარი სპორტები უბრალოდ გაჩერებულები იყვნენ, AEW-მ და WWE-მ გადაწყვიტეს მატჩები ცარიელ დარბაზებში და ზოგჯერ ათეულობით მაყურებლის წინაშე ჩაეტარებინათ. შემდგომში ეს პრაქტიკა სხვა სპორტებმაც გამოიყენეს. NXT-სა და Dynamite-ის 4-შაბათ ღამის დაპირისპირება 2021 წელს დასრულდა. WWE-მ უბრალოდ გადაიტანა თავისი შოუ სამშაბათობით და ამით დამარცხება აღიარა. AEW-ს პოპულარობამ აიძულა WWE-ს თავის შოუებში დაებრუნებინა სისხლი და უფრო აგრესიული ბრძოლები. კიდევ რისი თქმა შეგვიძლია ტონიზე და მის კომპანიაზე. ის არ ერიდებოდა სხვა რესლინგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ამით მრავალფეროვანი სიუჟეტების და შოუების გადაკვეთების შექმნას. დღეს 2025 წელს ამ მიმართულებას აქტიურად იყენებს WWE და TNA. მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და რესლერებს უფლებას აძლევს ორივე კომპანიის შოუში მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ არ გააკეთა ეს WWE-მ 2025 წლამდე. ამ იდეის მთავარი წინააღმდეგი წლების განმავლობაში სწორედ ვინსი იყო. ის ფიქრობდა, რომ ამით კომპანია ლიდერობას დაკარგავდა. 2022 წელს ვინს მიკმენის პირადმა სკანდალმა გამოიწვია მისი დროებით კომპანიისგან ჩამოშორება და შემდგომში უკვე მისი წილების გაყიდვა, რის შედეგადაც დაკარგა კომპანიის საკონტროლო პაკეტი. კომპანია Endeavor-მა შეიძინა ეს წილები დაარსა შვილობილი კომპანია TKO Group Holdings-ი. და WWE მისი კონტროლის ქვეშ მოაქცია. შოუების მართვის სადავები კი ყოფილ რესლერს Paul Triple H Levesque გადასცა. საინტერესოა, რომ TKO-ს დაქვემდებარებაში ქართველებისთვის პოპულარული ორგანიზაცია UFC-ც არის, ამიტომ არ არის გამორიცხული მომავალში კომპანიების გადაკვეთა ვიხილოთ. რა შეგვიძლია ვთქვათ Triple H-ზე როგორც ხელმძღვანელზე? მისი დაგეგმილი შოუები მაყურებლისთვის უფრო მისაღებია. პოლი უპირატესობას ხანგრძლივ და დალაგებულ სიუჟეტებს ანიჭებს. ერთის მხრივ ეს ფაქტი უარყოფითადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ზოგჯერ სიუჟეტები ძალიან იწელება და დრამატულობას კარგავს. ის ასევე ყოველთვის დიდი მოყვარული იყო გუნდური ბრძოლების და ქალთა რესლინგის განვითარების, რაც მის სცენარებშიც იგრძნობა. და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ Triple H-ის ხელმძღვანელობის დროს გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც მისმა ვერ გარისკა. ჯონ სინას როგორც უარყოფით პერსონაჟად გადაქცევა. სინას 21 წლიანი ბეიბი-ფეისის როლში ყოფნა დასრულდა და მისი კარიერის ბოლო წელს ჯონს ისევ ვიხილავთ ჰილის როლში. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო Triple H-მა, დაწერე კომენტარებში. თუ ესეთი ვიდეოები შენთვის საინტერესოა, აუცილებლად მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი.